ალექს, რა ციხეა, სად მივდივართ? რას წარმოადგენდა? ეს არის კლდემაღალას ციხე. ციხეების დანიშნულება იყო სხვადასხვა. იყო, ვთქვათ, ციხე, რომელიც იცავდა ქალაქს, იყო ციხე, რომელიც მდებარეობდა სტრატეგიულ პუნქტზე, თავდაცვითი მნიშვნელობის ასევე და რა თქმა უნდა, იყო ციხე, რომელიც იყო ეგრეთ წოდებული სათვალთვალო ციხეები, ანუ ციხე კოშკები. შენ შემთხვევაში ეს იყო კოშკი, ზოგ შემთხვევაში ეს იყო ციხე კომპლექსი. ამ შემთხვევაში ეს ციხე არის სათვალთვალო, რადგან ისეთი ლოკაცია აქვს, ადგილმდებარეობა, რომ აკონტროლებს შიდა ქართლის ვაკეს, შიდა ქართლის დაბლობს. ანუ დასავლეთიც ჩანს კარგად, აღმოსავლეთიც ჩანს ყველაფერი. ყრის ხეობას, იქითა შემომავალ ხეობებს და აქედან ცოტა ზევიდან კარგად ჩანს ასევე ქსნის ხეობა. ანუ ქონდა მას სტრატეგიული მნიშვნელობა და მან და გარშემო მოსახლეობა და რაღაცა მსგავსი საერთოდ არ ხვდება. იყო დანიშნულება ინფორმაციის გადაცემა და თვალთვალე. ბილიკი კარგია, ოღონდ ეტყობა, რომ ბევრი ხალხი არ დადის. თუ რა ალაგ-ალაგ ეს ეკლები გადმოსულია და მაინც ისე ვთქვათ გამოსასვლელი ტანსაცმლით არ უნდა წამოხვიდეთ. აი ხო ვთქვი. აი უკვე გავიფუჭე მაისური, პირველად ჩავიცვი დღეს და ყურიც. თავარია ყური არ გაიფუჭო. მე გაფუჭებული მაქვს ერთი ყური და მაგითო გეუბნები. კლდემაღალას ციხე მე-5-მე-6 საუკუნეებით თარიღდება. გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. მასზე ვახუშტისაც კი დაუწერია. მას ზეით არის ციხე. სათიდგან გამოიყვანეს ივსთა გორგასლის დაი. მე-5 საუკუნეში კასპის პასპეტისათვის მიუბარებიათ ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტი და სწორედ ამ ციხიდან გამოუყვანია ოს ბაყათარს. კლდემაღალას ციხე ძლიერ დაზიანებულია და მხოლოდ კედლების მცირე ნაწილია შემორჩენილი. ნამდვილად გირჩევთ ამ ადგილის მონახულებას, რადგან აქედან ხედებით საოცარია. ჩვენ მოვედით სოფელ ზემოხანდაკში ჩვენ მეგობრებთან, ეხლა გაგაცნოთ მეგობარი ბესო კარაბაკი, კაპიტოს მარანში ვართ ახლა და გარდა მარნისა რა გვაქვს კიდე აქ ძალიან საინტერესო? გარდა მარნისა ჩვენ ასევე მოყავს წითელი დოლი და თავთუხის ხორბლის ჯიშები. ციხე აგორაზე ვიყავით და იქ არის ძალიან დიდი ბეღელი, ძალიან დიდი ბეღელი. რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ მოყავდათ ძალიან დიდი რაოდენობის ხორბალი. მართლა ზომით არის, რა ვიცი, რამ 100 კვადრატი შეიძლება მეტიც კი. და შესანახი იყო. და ზოგადად ქართლი და განსაკუთრებით ეს ადგილი უკვე რა 1000 წლეულები იყო საქართველოს ბეღელი. ხორბალი უფრო მოდიოდა თეძმის ორივე სანაპიროზე მოდიოდა და უფრო ვაკი ადგილებში მოდიოდა და ვაზი მოყავდათ ორივე თეძმის მარჯვენა და მარცხენა ფერდობზე. ორივე ფერდობზე. ეხლა ჩვენ ვიყოფებით თეძმის მარცხენა ფერდობზე, ასევე აი იმ ფერდობებზე ისტორიულადაც არის, რომ იმ ფერდობებზე ვაზი მოყავდათ და მარჯვენა ფერდობებზეც ვაზი მოყავდათ. და შემდეგ უკვე უფრო დაბლობებში ხორბალი მოყავდათ. აი აქ ხედავ რაღაც. ეხლა ეს არის წითელი დოლის და თავთუხის ხორბალი. ასევე თავთავები როგორ არჩევ მე აი ფერი შეგიძლიათ რომ გაარჩიოთ აი ეს არის უფრო თეთრი თავთუხი რომელიც უფრო აი მოთეთრო ფერის არის უფრო ღია ფერის არის და ეს არის წითელი დოლი რომელიც არის მესხური ჯიში ეს არის უფრო აი მუქი ფერის ოქროს ფერში გადადის თან თავთავიც უფრო თავთუხს გრძელი აქვს ვიდრე წითელ დოლს. ხო, საქართველოში ძალიან ბევრი ადგილობრივი ჯიში გვაქვს, რომელიც ფაქტურად დავიწყებული იყო და ეხლა რამოდენიმე აღდგენა ხდება. რაჭული ჯიში, რაჭაშიც არის ცალკე ჯიშები და ანუ იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის
სადღაც 90-93%-ამდე თავის ხორბალს აწარმოებენ. რასაც ეს ოჯახი აკეთებს და კიდევ ძალიან მიხარია რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ უკვე აი მაგალითად მე რაღაცა იქ ზანდური აქვს ვიღაცას მახა ვიღაცას აი ეს წითელი დოლი ალბათ უფრო გავრცელებულია, უფრო შედარებით გავრცელებულია. აი წითელი დოლის და თავთუხის კუპაში ძალიან კარგი გამოვიდა. აი ჯერ მარტო პური როდესაც ხდება არომატი და სუნი არის, აი არ ვიცი. ძალიან და გემოც სხვანაირის არის. ეს მარანში რომ შევდივართ, ქუდი უნდა მოვიხაროთ. ეს ისე ჩვენ მეგობრის ის ინოვაცია. ეს ქვევრები, ანუ ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიყავით, რომლებაც ქვევრების ზევით, მიწის ზევით იმას ვქენით, იმიტომ რომ ძალიან გვინდოდა ქვევრები, სამწუხაროდ აი ხა აქ დაბლა დრენაჟი გვაქვს გაკეთებული და მიწაში ქვევრებს ვერ ჩავდებდით და ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ მიწის ზედა ქვევრები არ ტემპერატურას როგორ ტემპერატურას ისედაც სასართხოს არ დამშრალებს. მაგრამ ისედაც მიწის ქვეშ არის, აქ მუდმივი ტემპერატურა არის, ანუ 18-19 გრადუს ტემპერატურა არასოდეს არ ცილდება, რაც როდესაც ხიყავს, მაგრამ ქვევრში ზაფხულში ღვინო ჩვენ არასოდეს არ გვაქვს. ხო, რა თქმა უნდა. ეს ახლა მოკირული არის, იმიტომ რომ ღვინოები არის ამოღებული და უკვე ისა ღვინოების მერე კირით ვამუშავებთ. როდესაც ღვინოს ამოვიღებთ, ქვევრები მუშავდება კირით და ანუ საუკუნეები ძლებს უკვე ესეთი დამუშავებული ქვევრი არანაირი ბაქტერია და არანაირი პრობლემა არ იქნება ქვევრებს. ხო, როგორი ის არის საინტერესო. შემდეგ ძალიან რთული სარეცხია. ხო, ნუ ქვევრში ხო ყველაზე მთავარი არის რომ იყოს სუფთა. ანუ ქვევრის გემო არ არსებობს. ქვევრი არის ჭურჭელი, ჭურჭელი შესაძლოა რომელიც იდეალურად ინახავს. ხო, აი არ მევა ის რო სტერეოტიპი რო გვაქვს რა, რომ აი ქვევრის გემო არ მიყვარს. არა და ქვევრის კი არ ეგ არის ინდივიდუალური ჭაჭის გემო. ჭაჭის კი არ არის. უბის, შმორის და ანუ გაურეცხავი ქვევრის გემოა რა. აი მართლა ეგ არის, თორე ქვევრი არის იდეალური ჭურჭელი, რომელსაც არც გემო აქვს, არც უნი აქვს რა. ასაკ თავის ღვინო ინახავს იდეალურ, ღვინო ინახება იდეალურად რა. აი ისე რადგან ქართლში ვართ, მე როგორც ვიცი, შენ გაქვს აქ ძირითადად ადგილობრივი ქართლის და ჯიშები და მათ შორის ზოგიერთი საერთოდ და პირველად გავიგე, უფრო წაკითხული მაქვს წიგნში, ოღონ გასინჯულიც არ მაქვს. კი, ანუ ჩვენ ვაწარმოებთ მარტო ქართლის ჯიშის ყურძნის განღვინოებს, თან ჩვენი მიმართულება არის ქართლის იშვიათი ჯიშების გაცოცხლება. ამ ეტაპზე ახლა აქ ჩვენ ქართლის იშვიათი ჯიშებისგან არის ერთ დანახარული და მუხამწვანესგან გვაქვს ღვინო დაყენებული. ნუ ასევე შავკაპიტო, გორული მწვანე, თავყვერი როზე, ჩინურიც და რა კარგად ჟღერს ეს ყველა მუსიკასავით არის. და ანუ მომავალ წელს უკვე პირველ მოსავალს ველოდებით ვენახიდან, სადაც გაშენებული გვაქვს ასევე ღრუბელა და ჯვარი. ქართლის ღრუბელა და ჯვარი. ღრუბელა გამისინჯავს, მაგრამ ჯვარი საერთოდ არ გამისინჯავს. ჯვარი კი არა, ის მუხამწვანე, ხო? არც ეგ არ მაგასინჯებული. კი, აი ახლა ვაიმე და გავსინჯავთ მუხამწვანესაც და მომავალ წელს ველოდებით პირველ მოსავალს, ანუ ასევე გაშენებული გვაქვს შავკაპიტო და დანახარული ვენახში. შემდეგ ავალთ, ნახავთ ჩვენს ვენახებს. ასევე ვნახავთ, სადაც ხორბალი ითესება, წელს სამწუხაროდ ხორბალი არ გვაქვს დათესილი, რადგან მიწას ვასვენებთ წელს, სადღაც 4-5 წელიწადში ერთხელ ეგრე ვაკეთებთ. დაცვლება ჭირდება. ჭირდება. ეს აუდიტორია, ანუ ეს სენსორი არის. გასაგებია. ინ არის, ანუ 18 გრადუსი არის, ახლა აქ რა. ხო, მაგიტომ ქვევრისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია. ანუ ქვევრში ამ დრომდე არასოდეს არ ვინახავთ ღვინოს. ხო, რა თქმა უნდა, გაზაფხულზე ამოგაქვთ. გაზაფხულზე არა, დაჟე იანვრის ბოლოს. იანვრის ბოლოს. ანუ საკმარისია, ახლა ჩემთვის მაგალითად 4 თვე ჭაჭასთან საკმარისია. ანუ მეტი არც ტანინი მჭირდება, არც რა. ხო, მე რაც გულოთ ქართლის ღვინოები ძალიან მიყვარს. აი თუ თქვა კახური უფრო ესე ტანინის და თქვა ძიმე გემოებია, თქვა იმერ
სრული ღვინოები უფრო თქვათ რაღაცა უფრო მაღალმჟავიანი, ქართლი არის რაღაცა უფრო სტაბილური, შუაშია და უნივერსალურია. მჟავიანობაც დაბალანსებული არის, ცოტა მაღალმჟავიანი არის, უფრო მსუბუქია. მე ძალიან ქართლის ღვინოები ძალიან კარგია. ახლა რას გავსინჯავთ? ეხლა ჩვენ გავსინჯავთ მუხამწვანის აუცილებლად გავსინჯავთ. პირველად გავსინჯავ მუხამწვანეს. დანახარულად გავსინჯავთ გორულმწვანეს აუცილებლად. გორულმწვანე ქართლის საბუჯეტო ბარათია. ეხლა გორულმწვანის გარეშე გავსინჯავთ მე დღეს უკვე დავიკარგები ფაქტობრივად. გავსინჯავთ თავკვერი როზეს და გავსინჯავთ ჩავკაპიტოს. არ ირინე შენ? არა. არა, როზე უნდა გასინჯოთ აუცილებლად. არა, როზე ისეთი ისაა, რომ საერთოდ კიდე ერთი წვეთი არ დავუია ცხოვრებაში. ძალიან ცოტა რაოდენობით ვაწარმოებთ ჩალის ღვინოს. როგორ? ჩალის ღვინოს. დეკემბრამდე ვაჩერებთ ყურძენს, დაკრეფილ ყურძენს ვაჩერებთ. ჩალის ღვინო ესე. კი, დაკრეფილ ყურძენს ვაჩერებთ დეკემბრამდე, გაშლილს. რონია აივანზე. ჯერ იკრიფება და მე რომ დააწყვია? აწყვია, ქიშმიშდება ყურძენი, შემდეგ დეკემბერში ვწურავთ. ყურძენს და ალკოჰოლი გამოდის 17.5. პორტოენია ფაქტიურად ბუნებრივად არც სუმატებთ. ტკბილი გამოდის საბოლოოდ. ნახევრად ტკბილი გამოდის. მშრალსაც ვაყენებთ ხოლმე, მშრალისკენ. მშრალი გამოვა, რა ვიცი, უკვე ლიქიორებით გამოვა. ცოტა ადრე თუ მაგალითად ნოემბრის ბოლოსკენ თუ დაწურა, უკვე მშრალი გამოვა. ხო, კაი იდეა, კარგი იდეა, მეც ხარ ვცადო. არის ძალიან ის არის. ტკბილი. პროცენტულად როგორ არის? ტკბილი არის მარტო გორული მწვანე. 50% არის ჩინურის ჭაჭა. კაი ხმა, რა კარგი. უფრო ცოტა უნდა დაასხათ. მეგონი ვინაიდან რადგანაც ისინი არასდროს არ სვამს არანაირი ტიპის ალკოჰოლს. ეს ტვირთი ხო ეგრეა მართლა. ძალიან ძიმე ტვირთი ავიღემე, მაგრამ მაინც მივცემთ ჭიქას, რომ მოგვიჭახუნოს მაინც. სუნი ნახე, როგორი კაი სუნი აქვს, ნახე. კონტროლი ვარ. დიახ, ახლა აქედან. სასო, მოდი შენ ორ თავ მასპინძელ. სასო, ამ გონოს ეძახის გორო ის არის, კეხურას წვენს. ხო, ვაშლი ისინი აქვს უნები და გებოები. კეხურას. ხო და უფრო კეხურა და ჯიშიც ორჩი. კაია, აბა გაგვიმარჯოს. მინდა სოსო ვესო წარმატებები გისურვოთ. ქართლში არის ძალიან ბევრი კარგი მარანი. მართლა ძალიან ბევრი კარგი მარანია. და ეს მარანი კაპიტო, რასაც ახლა მოვედით, უბრალოდ ამ ვიცნობ ამ ადამიანებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და არის აქვთ მართლა გამორჩეულად კარგი ღვინო. შეიძლება ისეთ ცნობილები ჯერჯერობით არ არიან, თქვა როგორც სხვა, მაგრამ ამჯერად აქ მოსვლა მართლა ღირს და ამიტომ რომ ნახავთ მართლა იშვიათ რაღაცებს, იშვიათ ჯიშებს, რომელიც ბევრს საერთოდ არ აქვს და გაგონილიც არ აქვს. ამით პირველი გვაქვს კეხურას წვენი. კეხურას მე ჩემს სასმის ოპერატორს გადავცემ. ძალიან სუბუქი გამაგარია. ჩემთვის არის, თქვა კახურს და იმერულ თუ თქვა დასავლურ ღვინოებს შორის, ეს უფრო რაღაცა სტაბილური, ძალიან კარგია, ყველა ღვინოს აქვს თავისი სიკეთე და პეწი. არა, მე ყველაზე ზაზე შევხოლმე ბრაზდები, იცი რომ კახეთს რო აღიარებენ ღვინის იმას რა, რეგიონად რა. ეგ გახდა კომუნისტების. ხო, აი რატო? სიამოვნებაში 1912 წლის სტატისტიკა რო არსებობს, მართლა მენახების ფართობი საქართველოში არც ოფიციალური დოკუმენტია. პირველ ადგილზე არის სამეგრელო, მეორე, მესამეზე ზუსტად არ მახსოვს იმერეთი და ქართლი
და მე მოდის კახეთი. კახელებს არ იწყინებათ ეხა იმედია, მაგრამ მე ხო, არა, იგი ფაქტია რა. რაჭა მაგარი გუნდია. კი, მართლა. ხო, ისა ძალიან მწირე და მცირე ის აქვს. აი და ხარისხიანი. რაჭველები ეგეთები არიან. ცოტა არიან და ხარისხიანი. ძალიან მაგარი გუნდია. ძალიან. და ქართლში მიკროზონებიც ხომ არის რაღაც ეხლა ჩვენ მოგვაქცეს ოკამის მიკროზონაში და მაგრამ ეგ ანუ რაშუაში ვარ ჩვენ და ოკამი. ანუ ოკამის მიკროზონაში ის იქით არის და ეს ხო, აქეთ. წარმოიდგინე ქედი ყობს. იქ პატარა ქედია, მაგრამ ყობს და რაშუაში სხვადასხვა ვაფშე სხვადასხვა კლიმატია, იქ სხვა კლიმატია, აქ სხვა კლიმატია. რა იქნება ტერუარის სტატუსი მაინც მიიღოს თქვა უფრო ნაკლები. ანუ ჩვენი ცალკე იმათ უნდა გავიდეთ რა. ანუ ეს რომ თან რამდენი სოფელი გააერთიანეს, იცი? ფაქტიურად თელი ისა რა კასპის რაიონის უგააერთიანეს იმაში. მე მგონი ეგ უფრო რაღაცა ვიღაცის ფორმალური ინიციატივა, რომელიც რეალურად არ იმუშავებს რა. მარას ქვია კაპიტო, კაპიტო დავარქვით, შავ კაპიტოდან, იმიტომ რომ ჩვენ ქართლის ჯიშები რა ხარ გვაინტერესებდა, ერთ-ერთი ჩვენი ფავორიტი ჯიში იყო შავ კაპიტო. და მაინც მინდოდა რომ რამე მარტივი სახელი და ადვილად დასამახსოვრებელი სახელი ყოფილიყო და უბრალოდ შავ კაპიტოდან ავიღეთ მარტო კაპიტო და დავარქვით კაპიტო. ზოგადად მარტო ღვინო არა მარტო გორუმწვანე არა ხო ზოგადად ღვინო რა. ანუ ღვინო განსაკუთრებით იმიტომ არის ანუ სხვა ხილებისგან იმიტომ ანუ ყველა ხილისგან შეგვიძლია ღვინის დაყენება. მაგრამ რა ხილებსაც აი მაგალითად ალუბლისგან, ვაშლისგან, მაყვლისგან ღვინოს აყენებენ. მაგრამ ის მაყვლის და ალუბლის იქით არ მიდის. აი ყურძენს ეგეთი განსაკუთრებული თვისება აქვს, რომ შეუძლია სხვადასხვა ხილის ღვინოში, სხვადასხვა ხილის არომატები, მარტო ხილის არა, თამბაქოს არომატი, შოკოლადის არომატები, ანუ სუნელების და აი ძალიან ფართო ისა დიდარია ანუ თორე ნებისმიერი რაც შაქარს იგროვებს ყველაფრისგან ღვინოს დაყენება შეიძლება ფაქტიურად რა. მაგრამ ღვინო მაინც აბა მოდი ამ ხმას გავუმარჯოს ამ მაგარი წვენით და ღვინით. მაგარი სმენივით არის ეხა ბოდლი ეხა ახლა რომ მოიყუდოს და რომ ჩაცალ სენსაცია იქნება პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში ხო. ანუ ეხა ხსნით მუხამწვანეს, ესეც ქართლის ერთ-ერთი ჯიში არის. სხვათა შორის ეს არის გორული მწვანეს დამტვრელისგან მიღებული ჯიში. ჯერჯერობით როგორც ცალკე ჯიშად არ არის აღიარებული, მაგრამ მივახსენოთ, ანუ ყურძენიც სხვა არის, ანუ ღვინოც სხვა არის, აი ხა გორულმწვანე გავსინჯეთ და ეხლა გავსინჯოთ ღვინო მუხამწვანეს და მივხვდებით. ანუ მტევანიც სხვა არის და არის ერთ-ერთი ძალიან ფაქისად მოსავლელი ყურძენი და ფაქისად მოსავლელი ღვინო არის. ანუ ძალიან მარტივად იჟანგება. პირველი 2 წელი რო ვაყენებდით გვეჟანგებოდა ღვინო. და ანუ წელს მივიღეთ იდეალურად. ანუ შემდეგ 2 წელი ჩავაგდეთ და წელს ისევ იმას გენით რომ და ესო რაში იყო ანუ რამე სხვანაირად გააკეთეთ თუ რატო მოხდა ის წელს ადვილად ჟანგვისკენ. ანუ წელს გავაკეთეთ ესეთი რაღაცა. წინასწარ მოვამზადეთ დედო. ანუ არანაირი წელს წლევანდელი ღვინოები რაც გასინჯეთ არანაირი საფუარი ყველა არის ბუნებრივ დუღილ ანუ სპონტანურ დუღილზე წასული. უბრალოდ წინასწარ მოვამზადეთ 2 დედო, ერთი გორუმწვანეს დედო და მეორე დანახარულის დედო. და შემდეგ უკვე გადავაზე, ანუ დუღილი წავიდა დავაწყებინე წინასწარ, რომ ყველაფერს ანუ დუღილს ვაკონტროლებდით, რომ არანაირი ცუდი ბაქტერია, არანაირი ცუდი პროცესი არ მიდიოდა დუღილში და შემდეგ ამით უკვე ეს საფურები გადავამრავლეთ რა. ანუ წითელ ღვინოში დანახარულის საფურები გადავამრავლეთ, თეთრ ღვინოში გორუმწვანეს საფურები გადავამრავლეთ. ბოდიში ბესო საერთოდ არ გავს გორუმწვანეს, საერთოდ სხვა გემოა. კი, არა, საერთოდ განსხვავებულია მართლა. განსხვავებულია. ანუ ესეც არის 4 თვე ქვევრში. სამაგარია. 4 თვე არის ქვევრში დავარგებული. 27 იანვარს გაიხსნა ქვევრი.
ანუ ეგეთი ისა გვაქვს ტრადიცია გვაქვს, რომ იანვრის თვის ბოლოს, ანუ თვის ბოლო შაბათ-კვირას იხსნება ჩვენთან ქვევრები და აი მაგალითად ქართული ანუ ღვინის თემა არის ამოუწურა ხო ამდენი წელია კი, არა. სხვა მან ლოთი კი არ ვარ მაგრამ სინჯავ რა არა მართლა ანუ თვითონ არა მართლა ყველა რეგიონში მართლა ამოუწურავია რა რომ იმიტომ რომ ყველა რეგიონს ეხლა სამწუხაროდ ეს ჩვენ 525 ჯიში კი ძალიან პირობითი რიცხვი ხო ძალიან პირობითი კი იმიტომ რომ ბევრი არის როგორ არის იცი რომ მუტაცია არის გაცდა ხო მაგრამ მაინც ბევრი გვაქვს კი მე მგონია რომ უფრო მეტი გვაქვს ხო მაინც ბევრი არის და ანუ ბევრი ჯიშები რომ აი მაგალითად ქართლში კიდე გვაქვს რომელსაც აი ვერ პოულობთ მელაკუდა ხო ქართლის ერთ-ერთი ჯიში მელაკუდა ქვია ჯიშს ხო მწვანე კუმსტევანა ხო საინტერესო მელაკუდა რატო დაარქვეს რაღაცა ხო რა მოატყვა ღვინო მოატყვა მელას კუდის ფორმა აქვს ანუ ასევე ეხლა აღმოაჩინეთ რომ თურმე ანუ ჩვენ ხო ჩვენ მას კაპიტო ქვია და თურმე არის კაპიტა ჯიში ჯიშე კაპიტა ხო წითელ ყურძნიანი ანუ დაამატოთ კაპიტა მაგრამ ხო კაპიტასაც დავამატ არის მართლა არის ჩვენ მეგობარმა გააშენა მე როგორც ხვდები ყველანაირი ტიპის ფერის ღვინოს აწარმოებთ ხო კი დაწყებული თეთრიდან დამთავრებული წითლამდე ანუ თეთრიც როზეც და წითელიც და სტუმარი რომ მოვა შეუძლია აქ მოვიდეს იყიდოს წაიღოს დაგასინჯოს დააგემონოს კი შეუძლია ადგილზეც დააგემონოს შეუძლია თუ მქონე მოეწონება თან წაიღოს ასევე გვაქვს ჩვენ როგორც ანუ ვიღებთ ტურისტულ ჯგუფებს დეგუსტაციით ანუ კვებითაც კი მოგეთ ვინც მოხვალთ აქ ქართლში და მოგეთ საქართველოში მართლა ერთ-ერთი გემრიელი მეღვინეობა და მე დამეჯერება იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გასინჯული აბა წარმატებები გაიხარე მე დავწევი დასაჭერთან ეხა შევდივართ ორ რიგში, ანუ ერთ რიგში, სადაც აქეთ არის დანახარული, აქეთ არის ჯვარი. ჯვარი განსაკუთრებულად გამოირჩევა ჯვარი რომელია ეს? აი ეს არის ჯვარი. ნახე, აი თითქოს ჯვარის ფორმის ფოთოლიც როგორი ფოთოლია? ხო. განსხვავებულია დანახარულისგან. დანახარულს ნახე, აი უფრო ფართო და ისეთი ბლუისა, რა. ფოთოლი აქვს, ნახე. და აი ჯვარის ფოთოლი აი ნახე, განსხვავებული. ხო, აი ჯვარივით არის რა, ჯვარივით გამოყოფილი არის და მაგიტომაც შეარქვეს ორი რიგის იქით უკვე შავკაპიტოა. იქ უკვე ფერითაც ის უფრო ღია არის. ეს ახალშენია ხო ეს ვენახი? კი, ახალშენი არის უკვე მესამე წელში არის ეს ვენახი. ანუ წელს უკვე პირველად აყვავს მავთულზე. სატესტოდ წელს თითო მტევანს უტოვებთ და მომავალ წელს უკვე ნელ-ნელა დავტვირთავთ. აი გასულია იმაზე. კი, ნელ-ნელა უკვე მომავალ წელს პირველ მოსავალს მივიღებთ. ბარაკა. და პირველი რთველიც გვექნება მომავალ წელს. ასევე შეგიძლიათ გვესტუმროთ თველში. მოგეხმაროთ. დაპატიჟებულები ხართ აუცილებლად. ანუ რთველი ერთ-ერთი ჩვენი ანუ ქართული ისეთი რიტუალია, კი, რიტუალი არის და ანუ რთველი და ქვევრების გახსნა არის ერთ-ერთი ჩვენი ისეთი ხო ეს მახსოვს განყოფელი ბაბუა რო ხსნიდა ხოლმე ქვევრს, როგორ მახსოვს მთელი თავისი რაღაცას ამბობდა, ხო პატარა ვიყავი არ მახსოვს ლოცულობდა თუ თავისი რაღაც ვერსია ქონდა ამ ყველაფრის, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. კი, თან ადრე, ანუ ეხლა შიგადაში სინჯავთ და ტესტავთ და ანუ ლაბორატორიაში მიგვაქვს, ადრე ხო არ ხდებოდა ეგეთი ის. ქორსო ხდიდნენ, არ იცოდნენ რა დახვდებოდა იქ რა. და ეგ იყო, აი არ ვიცი, შიშითაც ხსნიდნენ, ანუ არ იცოდნენ. და გეთახმები, მახსოვს როგორ რაღაც იცი რომ ერთხელ შემიყვანა და ის უნდა რო ხსნიდა ძალიან ნერვიულობდა, რა ოფლმა დაასხა ეს პირველი რომ ამოიღო და რო გასინჯა, ისე გაებადრა სახე, გამოდო ცეკვა დაიწყო. ხო, იმიტომ რომ ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, დამოუკიდებლად ვითარდება და
როგორ განვითარდება არის რა. ანუ ღმერთთან ოქნას იქ პატარა ბაქტერიაც რო შეგეპაროს მორჩა რა. დამთავრებულია იქ ყველაფერი. მოგეთ ძალიან მიხარია ბესო მოგეთ საქართველოს ცენტრში, გულში, ძილძველ რეგიონში, ქართლში აი ესეთი მაგარი წამოწყება გაქვს, წამოწყება რა უბრალოდ იშვიათი ჯიშების აღდგენაზე რომ ქვევით გვაქვს ღრუბელა. ღრუბელას ერთხელ მაგასინჯული ცხოვრებაში და ველოდები როცა გექნება მოვალ. კი, ქვევით გვაქვს ღრუბელა, ქართლის ღრუბელა, არის ორი ღრუბელა, კახეთის და ქართლის. ეხლა ჩვენ გვაქვს ქართლის ღრუბელა. მე კახეთის მაგასინჯული. ხო და აქ ჩვენ გვაქვს ქართლის ღრუბელა გასინჯული. გაისა გაშენებული. ანუ როდალე ღრუბლებში ადიხარ. ანუ თვითონ არა, როგორ ისა, იცი რომ მტევანს აქ, აი ეხლა ღრუბელს ხო ხედავთ იქ, აი ეგ ფერი აქვს მტევანს და მაგიტომ შეარქვეს ღრუბელა. ანუ აი სადღაც აი მოყავის ფროც, აი თითქოს აი მოშავო მონაცრის ფრო ფერი აქვს მტევანს. მოთეთროც. დიდებოფალს. ეს არის პირველი. პადიდო თოფალი. ეხა იქცევით ვენახში რომ ვიყავით გარშემო საოცრობით ვიყავით გარშემორტყმული, ზოგს მძიმე ისტორია ქონდა და პადიდო თოფალი. ეხლა რას მივირთვებთ? ეხლა მივირთვებთ შავკაპიტოს 2023 წლის ქვევრში დაძველებული 4 თვე. და ეხლა უკვე ბოთლებში არის გაია. ეს არის მართლა აი ჩვენთვის ერთ-ერთი შავკაპიტო არის. ამას ოსო უსუნე მაინც. ქართლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია შავკაპიტო. სავიზიტო ბარათია თავისი სხეულიანობით, თავისი სიმშავით, თავისი ტანინებით. აი ზუსტად ხორცს მოუხდება ნამდვილად. კი. მოდელი ღვინის ფესტივალი გაიხსნა ამით. ყველაზე ანუ საუკეთესო ღვინოთ აღიარეს წელს. რჩეული ღვინოა წელს. ეს არის შენი ღვინით გაიხსნა. კი. წელს ჩვენ ხო. ანუ ახალი ღვინის ფესტივალი რაც არის რა. ხო, ვიცი, ხო. ხო. ჯერჯერობით ეს 2024 წლის არის, ჩამოსხმული არ გვაქვს, უშანგაო აუზებში არის და ნელ-ნელა უკვე დავიწყებთ ამის ჩამოსხმას. რომ ანუ თვლი რომ მაგალითად ღვინომ ჩემთვის ანუ განსაკუთრებით ქვეურის ღვინოებმა ყველა სეზონი უნდა გაიაროს ჩამოსხმამდე რა. ანუ შემოდგომა ზამთარი, გაზაფხული და ზაფხულიც და შემდეგ უნდა ჩამოისხოს. შიდა ქართლი არის ერთ-ერთი საყვარლო რეგიონი მარტო ღვინის თემაში არა, ბევრ ამაში. და მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი თემა შიდა ქართლის განვითარებას, რეგიონალურ განვითარებას ხელს შეუწყობს და პოპულარიზაციას და უღმესი მადლობა კიდე თქვენ გუნდს. გაიხარეთ. მოსვლისთვის და უღმესი მადლობა. კარგი ადგილები და მithuetes როდესაც მართლა კარგია და არის და არც ცნობილი, არც გაფიარებული, არც ვერმაიცის და მაგრამ ძალიან კარგი საქმეს ხარ შეჭიდებული რა ორივე ხარისხიანს ღვინო ერთი თემაა, ხორბალი მეორე თემაა და ძალიან მიხარია. თან მithuetes სხვა თემებშიც რომ ძალიან ბევრი თანხმედრობა გაქვს და ეგ არის ხო ადამიანი შენ ადამიანს რო პოულობ და მე გიხარია რომ მეგობარი
წარმატებები, სად არის? მადლობა კიდევ ერთხელ მამას დიდ ოჯახს და სტუმარი არ გამოგლევოდეთ. სანამ სტუმარი ესე კარგადაა ყველაფერი. აბა, გაიხარე. და ამ გემრიელ ნოტაზე ვასრულებთ ამ გადაცემას. მაგისთვის ვიცერდით? ჯეირანის შემდეგ გადაცემაში ვიმოგზაურებთ სურამში. ვესტუმრებით ერთ-ერთ მიტოვებულ სანატორიუმს და მოგიყვებით ადამიანზე, ვინც გააშენა სურამის ტყე.